გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, მე ვარ ნათიაშა, ეს ჩემი არხია და თუ გსურთ რომ ეს არხი თქვენიც გახდეს, უნდა გამოიწეროთ იგი. გამოწერა ძალიან ადვილია, სულ ერთი დაწყაბნობით უნდა დააწვეთ subscribe ღილაკს და თქვენ გამოწერილი გექნებათ ჩემი არხი, ეს იქნება თქვენს მიერ გადახდილი მადლობა და მადლიერების გამოხატულება ჩემი შრომისადმი. ახლა კი ვაგრძელებ ბედის მატრიცის ნომერ მე-4 ბედის მატრიცის განხილვას და ნაწილი არის მესამე. ახლა მე მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, ეს პიროვნება, ვინც დამიკვეთა, როგორია სინამდვილეში. რაღაცა ნაწილი დახასიათებების უკვე ჩვენ გავიარეთ და ნახეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ასე ვთქვათ, ცოტა არ იყოს აგრესია ჭარბობს ამ პიროვნებაში და ამ აგრესიას ფესვი, ანუ მიზეზი აქვს ის, რომ კარმული წინაცხოვრების კარმული ენერგიაშიც ფიგურირებს ეს ენერგია. კარმიდან გამომდინარე ამ ცხოვრებაშიც ბავშვობაში რაღაცა ასე ვთქვათ შეზღუდულობის და მინიმუმ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო და ვინ არის ის შიგნით საითკენ მიიღწვის რა არის მხარე, რომელსაც ისე ადვილად არ აჩვენებს. ეს არის მეომრის ენერგია მისი, ისე მაინც წამოვიდა აგრესია წინა პლანზე. ეს არის მებრძოლის ენერგია, ეს არის მიზნების ენერგია, ეს არის გამარჯვების ენერგია, ანუ ყველაფრის მიუხედავად რომ უნდა გაიმარჯოს. ეს არის მასში არსებული იდიომა, რომ გამარჯვებულებს არ სჯიან. მაგრამ ზოგჯერ დარწმუნებული ვარ, როდესაც რაღაცა წინააღმდეგობები შეხვდება, როდესაც ასე ვთქვათ, დაიხლება, დაიქანცება, დიდ პაუზას იღებს და სრულიად უმოქმედო არის. მასში მობილიზებული არის ძალიან დიდი ენერგია და საერთოდ ეს მისი დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც კაცებიდან მოდის. ეს მეომრული სული, ენერგია, მიზანსწრაფულობა. საინტერესოა ის, რომ მის ასე ვთქვათ ფიზიკურ კარმაშიც 7 ფიგურირებს. ანუ წინა ცხოვრებაში ან იყო გადაჭარბებულად, თუმცა ჩანს მისი ენერგეტიკული კარმიდან, რომ აგრესია ჭარბობდა და მის ფიზიკურობასაც დამღა დაასვა ამან გადაჭარბებულმა, ასე ვთქვათ, ენერგიამ, აგრესიამ, მორალებზე გადავლამ, ოღონდაც კი შედეგი ყოფილიყო, ანუ მიზანი ამართლებს საშუალებას და ეს უნდა გადაიყვანოს აუცილებლად, ასე ვთქვათ, დადებით ენერგიაში, დადებით და პოზიტიურ სივრცეში უნდა აიყვანოს ეს ენერგია, იმიტომ რომ ეს მოუტანს შემდეგ ჰარმონიას, დაბალანსებას, ბალანსურ მდგომარეობას ამ სამყაროში. ეს მოუტანს ჯანმრთელობას და ეს მოუტანს ფინანსური კარის გაღებას. სხვათა შორის პროფესიაც ისეთი უნდა აირჩიოს ამ ადამიანმა, რომ იყოს რაღაცა ენერგიული, არ უწევდეს ერთ ადგილას ჩდომა, მისთვის დამღუპველია ოფისში ჩდომა, ის უნდა გადაადგილდებოდეს, მოგზაურობდეს, იცვლიდეს ადგილს, მდებარეობას. აუცილებლად კარგია მისთვის ასევე საზღვარგარეთ წასვლა. კარგია თუნდაც საცხოვრებელი ადგილების შეცვლაც კი. განსაკუთრებით კარგია მაინც ვიტყვი, რომ უცხოეთის საზღვრებს მიღმა წასვლა, იმიტომ რომ ეს მოსდევს, ეს გუდავს თითქოს შებოჭილობა, შეზღუდულობა, სტატიურობა.
ის უნდა მოძრაობდეს, სულ მოძრაობაში იყოს, ამაში ხარჯავდეს ფიზიკურ ენერგიას და ცხადია, აგრესორი ეშმაკიდან უნდა გადავიდეს დამხმარე მეგობრულ ანგელოზის ენერგიაში და ამ შემთხვევაში მასთან ფინანსური არხიც იხსნება და ჯანმრთელობის არხიც იხსნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მან რო გაითვალისწინოს. არ უნდა იყოს ეს ენერგიულობა ქაოსში გადაზრდილი, ხო, შფოთვაში, წყმუტვაში. არა, აუცილებელია მან რო დაისახოს პატარ-პატარა მიზნები. არ არის აუცილებელი შვიდიანებისთვის რომ ეს იყოს რაღაც დიდვადიანი მიზანი, არა შეუძლია დაისახოს პატარ-პატარა მიზნები და ის მიზნები განახორციელოს. ასევე ძალიან კარგია მისთვის და ეს უნდა გააკეთოს, რომ ამ მიზნებისკენ მარტო არ წავიდეს, რაღაცა გუნდი შექმნას, ჯგუფი შექმნას და ეს ადამიანები მიიყვანოს იმ მიზნამდე. ზუსტად ამ კეთილი ანგელოზის ენერგიით რაც ვახსენე. არ ვიცი, მე ვიცი სად მუშაობდა ეს ადამიანი, მაგრამ მაინც არ ვიცი რა არის მისი, ასე ვთქვათ, სულიერი შინაგანი მიზნები, ბავშვობის ოცნებები, რა უნდა რომ გამხდარიყო, მაგრამ აი თუნდაც ძალიან კარგი მოგზაური გახდებოდა, ძალიან კარგი ტურისტული კომპანია ექნებოდა მას. ან მაგალითად ადამიანი, რომელიც რაღაც ესე ვთქვათ, დაეხმარებოდა სხვა ადამიანებს საზღვარგარეთ სწავლაში, მის გაგრძელებაში, აი ესე ვთქვათ, კურატორობას გაუწევდა. საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში წასვლა და რაღაცა ესე ვთქვათ, საქმიანობა ესე სხვადასხვა კუთხეებში დაგეგმა, არ შეიძლება ადამიანის ერთ ადგილას გაჩერება, ერთ სივრცეში ჩაკეტვა, ეს ძალიან ანგრევს მას. როგორც თქვი ეს დიდი, ასე ვთქვათ, მიზანსწრაფულობა მამაკაცებიდან მოდის მის ეგრეგორში. საინტერესოა ასევე როგორი არის მისი ღმერთთან დამოკიდებულება. რას ნიშნავს ეს? ნახეთ, რა უნდა აკეთოს, რომ იგრძნოს მისი კავშირი ღმერთთან, მისი კავშირი მაღალ მესთან, მისი კავშირი მფარველ ანგელოზთან. ეს არის რაღაცა მისია, რაღაცა ასე ვთქვათ, ქმედება, რომელიც ადამიანებს მოუტანს რაღაცა კარგს, ხო? ან ნახე, ყოველს არ აქვს ეს შესაძლებლობა, მას აქვს ეს. როგორც კი ის რაღაცას ისეც გააკეთებს, სიტყვაზე ქველმოქმედება, ვთქვათ, ხო? ან შეიძლება რაღაცა ფიზიკური შრომაც გააკეთოს, რომ დაეხმაროს ვიღაცას, ხო? ნებისმიერი რაღაცა, რაც რესურსული იქნება სხვა ადამიანისთვის, მაშინვე გაიხსნება, ასე ვთქვათ, ბედი, იღბალი, სამყაროსთან წვდომა, ნახე, ყველაზე მთავარი ხო ის არის, რომ ჩვენ ვიგრძნოთ ჩვენში ის ნაპერწკალი, ღვთიური ნაპერწკალი, რომელიც სულ არის ჩვენთან და რომელიც სამწუხაროდ ადამიანები მივაძინებთ ხოლმე, ან ჩავრასავთ ხოლმე მზეთ ვნახავივით და ვერ ვხედავთ ამ ღმერთს ჩვენში. აი ეს ღმერთი იღვიძებს და გაიღვიძებს მასში, როდესაც ამას გააკეთებს. და მაშინ ჩაიკეტება ეს ყველაფერი, მაშინ დაიწყებს ბედზე წუწუნს, თუ ის მსხვერპლად აღიქვავს თავის თავს. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რასაც აქ ვხედავ, ეს იქნება მინუსში მასთანაც და დარწმუნებული ვარ, აქვს ესეთი აზრები, რომ მსხვერპლია რაღაც გარემოების, ან ვიღაცის, ან სიტუაციის, სამსახურის ოჯახის, ბედის, ქვეყნის, ვარსკვლავების და ასე შემდეგ. აქედან უნდა გამოვიდეს აუცილებლად. თორემ ეს იმოქმედებს მის ფიზიკურად, ასე ვთქვათ, გულის ჯანმრთელობაზე, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის. რა არის ის, რაც მისი წარსული რეინკარნაციული ცხოვრებიდან ძალიან კარგად იცის, ძალიან კარგად გამოსდის და ძალიან კარგად შეუძლია. ეს არის ლიდერობა, ეს არის მმართველობა, ეს არის პასუხისმგებლობა, ეს არის რაღაცაზე ორიენტაცია და ამ მიზნის ბოლომდე მიიყვანა. ეს არის ხედვა,
ვინსად უნდა იყოს, ვინ რა უნდა გააკეთოს, რომ მიიღოს რესურსი და შედეგი და რა არის ის, რაც გვარმა აჩუქა, როგორც აჩუქარი, ძალა როგორც თქვი, ეს არის ხუთიანის ენერგია, ეს არის რაღაცა ცოდნა, ეს არის რაღაცა პედესტალზე რო შედგები და იტყვი რომ აი მე ეს ვარ ასე ვთქვათ მე შევიძლია მე შევწელია რაღაცა ბრენდი შენ საქმეში და ასევე საგვარეულო მაჩუქა უსახსოვრა ეს არის დიდი წარმატება ვარსკვლავური ბრწყინვალება სიდიადე და საერთოდ ჯამში აი ეს მთელი თავისი ძალა რესურსები აი საერთოდ დავიწყოთ იქიდან რომ აგრესია ეს არის ძალიან დიდი ძალა და ამ ძალას თუ აკუმულირებას გაუწევს ადამიანი და გარდაქმნის რესურსულად სასწაულების კეთება შეუძლია და სწორედ ეს არის მისი მისია ამ ქვეყნად მოსვლის ანუ მასში ეს ძალა იმდენია რომ მარტო თავისთვის ბევრია მარტო ოჯახისთვის ბევრია მას შეუძლია ძალიან ბევრი კაი რაღაცა აკეთოს იმ ხელა არის ეს რესურსი და აი გაბრაზდეს უსამართლობა ასე ოღონდ ხმალა მოღებული უსამართლობის წინააღმდეგ კი არ იბრძოლოს არამედ ხმალა მოღებული ამ უსამართლობის დაზიანებები ააშენოს ხო ამოავსოს იკეთე აკეთოს სიყვარული გასცეს პირველ რიგში საკუთარი თავისადმი უნდა კონდეს ეს სიყვარული ხო იცოდეს ეს ძალა ანუ არ ძულდეს თავის ფესვები არავითარ შემთხვევაში აუცილებელი არის მისთვის რომ დაალაგოს ურთიერთობა მამამისთან პატიება შედგეს და ზოგადად ეს მოუწესრიგებს მამაკაცებთან მას ურთიერთობას მოდი ვნახოთ აი ესეც რას გვაჩვენებს ბედის მატრიცა ის რა სულიერად განვითარდეს აი ის ფესვები ზუსტად რაც თქვი აი ეხლა ჩამოვედი და ზუსტად ეს პასუხი დამხვდა ის ფესვები რომელიც ძულს რომელსაც გაურბის რომელსაც აბრალებს ყველაფერს გაიაზროს რომ ეგ ფესვი თვითონ არის და ზუსტად აი ეგ აგრესორული ძალა გარდაქმნას სასიკეთოდ ამ შემთხვევაში სულიერად გამტკიცდება ძალიან და მისი ასე ვთქვათ მკვდარი ენერგიები აღდგება ცხადია შვიდიანის ენერგია უნდა იყოს მოტივატორი ამ ყველაფრისა ზუსტად ეს არის შვიდიანის ენერგია რომ ის როგორც ლოკომოტივი ჩაუდგეს ამ ყველაფერს სათავეში და თქვას რომ მე გავიმარჯვებ და ის მან აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს როგორც ომში მხედარ მთავარმა ხო ფარხდალ დაკაყრილი მხედარ მთავარი რაც დიდი რიცხვის ჯარი ყავდეს და ძლევამოსილი დამარცხდება მთავარი არის განწყობა ეს უნდა იცოდეს მან შვიდიანი გამოიყენოს მან როგორც ძალა, იმიტომ რომ მამაკაცებთან ურთიერთობაშიც, ქალებთან ურთიერთობაშიც ესეთი უნდა იყოს, ნახე გაუჩინოს ადამიანებს მიზნები, დაუსახოს მიზნები და ის დაბერწკალი გადასცეს, რომ შენ შეგიძლია და ჩაუდგეს, ჩაჭიდოს ხელი ამ ადამიანებს და გამოიყვანოს სინათლეში და სიკეთეში. რაც შეეხება ჯანმრთელად რო იყოს, მთელი ენერგია და რესურსი, აი თავის წარმატებისკენ უნდა ჩადოს, ცოდნის შეძენისკენ, ცოდნის გაცემისკენ, სტრუქტურისაკენ, საბუთების მოწესრიგებულობა, აი ზედმიწევნით სისუფთავე წესრიგი ყველაფერში, აი ყველაფერში და ეს მისცემს ჯანმრთელობას და ფინანსურ შემოსავალს ზოგადად. და რაც ყველაზე მთავარი არის სამყარო მას უმაღლეს ენერგიებში ხედავს და სამყარო მისგან მოითხოვს გვირგვინი ჩაკრის გააქტიურებას, რაც არის აი ბოლო წერტილი. ანუ ამ ადამიანს წარმოიდგინეთ რა მხელა რესურსი აქვს და მე ვუსურვებ მას, რომ გამოიყენოს ეს რესურსი ამ კარმაში, ამ ცხოვრებაში და დაფიქრდეს. ნახე, არის ესეთი გამოთქმა, რომ თუ ცხოვრებამ ლიმონი მოგცა, გააკეთე მისგან ლიმონათიო. და გააკეთოს ეს ლიმონათი, ხო? აი ხა უცებ გამახსენდა. ესე ვაზროვნებ მე რაღაცას რომ ვამბობ, რაღაცა ნახატივით უცებ ამოტივტივდება ჩემ თავში და
ებრაელმა ერმა ქვიშიან თავიანთ ნიადაგზე როგორი წალკოტი ააშენეს, ხო და შეძლეს. უდაბნო თუ არ გუნა ცხოვრება, მასზე დიდი ტყე გააშენოს, მას შეუძლია ეს, ანუ აძლევს ამის რესურს სამყარო. ხო, ანუ ყველაფერი აქციოს რესურსად ახსოვდეს რომ ის არის 16-იანი, რაზეც ვილაპარაკე. ყველა ნანგრევი იყოს რესურსი, არაფერი არ მოისროლოს, არაფერი არ გადააგდოს, ყველა ნამსხვრევისგან, ყველა ჭრილობისგან რაღაც სილამაზე შექმნას. და აი ამითი მისცეს ადამიანებს დიდი ასე ვთქვათ იმედი ჩაუსახოს, რომ შეიძლება ამის გაკეთება შეიძლება, თუ ერთ მას შეძლო, მეც შევძლებ. აი ეს იმედი მოუტანოს ადამიანებს. ეს ზედაპირულად არა, ეს შენშია, ეს მაშია ვისაც ვსაუბრობ და ეს ძალიან კარგად ჩანს. ეს ძალიან კარგად ჩანს. განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა დედის მხრიდან მამაკაცებში, რომლებმაც ეს რესურსი ვერ გამოიყენეს თავისი თავისადმი უსიყვარულობით ჩააქრეს ის ნიჭიერებები, შესაძლებლობები და ის უნდა გააღვიძოს ახლა თავის თავში, ახლა აქვს შანსი, ჩვენი ცხოვრება არის ჩვენი შანსი, სანამ ჩვენ ცოცხალი ვართ და ადამიანი ქვია და ვცოცხლობთ და ვსუნთქავთ, მანამდე ჩვენ ვართ შანსების, ასე ვთქვათ, მთელი გუდები გვაქვს მოკიდებული ზურგზე და უნდა გამოიყენო ეს შანსი. რაც შეეხება ქალების მხრიდანაც, დედის მხრიდანაც იგივე მოდის, რომ ზუსტად უნდა აი უსიყვარულობა ამოდის დედის ხაზში. ეს თქვენთანაც ასე ვთქვათ მნიშვნელოვნად ამოდის ეს პრობლემა. ამიტომ დაიწყეთ ხომ გვარსაც მიეხმარეთ და თქვენს თავსაც შეიყვარეთ თქვენი თავი, მიიღეთ ისეთი როგორიც ხართ და ყველაფერი აი მართლა გეუბნებით, ყველაფერი რასაც მინუს ეძახი, გადმოიტანე და გახადე პლუსი. და დედის მხრიდან რაღაც ძალიან დიდი ნიჭი, ტალანტი, საოცარი ჩანდა ამ ხაზში, მაგრამ აი ამ მე ვერ შევძლებ და მე არ შემიძლია ჩააქრობინა ეს ტალანტი. მამის მხარეს რაც შეეხება, აქ უკვე როგორც ვთქვი, კარმები მუშაობს მამის მხარეს და მსგავსი კარმები ქონდა შენს წინაპრებსაც, რაც ამ ადამიანზე ვისაუბრე. და აი იმ ნაწილს ჩაუჯექით, სადაც კარმაზე ვსაუბრობ და ის უნდა დამუშავდეს თქვენში აუცილებლად. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამართლიანობის წინააღმდეგ ხმლით კი არ უნდა იბრძოლოთ. აი ნახე, რას გულისხმობ ამას უსამართლობის წინააღმდეგ. უსამართლობის წინააღმდეგ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ არსებობს ორი სახის ბრძოლა, ხო, ერთი მაგალითად ლინჩის წესით ასამართლებს ვიღაცას და მეორე კანონის მიხედვით. აი მაგას ვამბობ, რომ კანონის მიხედვით მიუდექი ყველაფერს. ხო, და არა ლინჩის წესით, ანუ არა სიბრაზის და იმპულსურობით შურისძიება, არამედ ნამდვილი სამართლიანობა და აი ეს იარები, რაც უსამართლობა მოგანიჭათ თქვენ და ასევე მიანიჭა ხო თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, შევსეთ იმით, რომ აჩვენეთ მაგალითი, როგორ შეიძლება რაც თქვი ლიმონისგან გააკეთოთ ლიმონადი. გისურვებთ წარმატებებს მთელი გულით და ასე რომ ვთქვათ, განსაკუთრებით მიაქციეთ ეხლა ამ წელიწადს და მომავალ წელიწადს, ანუ 38 წლამდე თქვენ ასაკს და ძალიან რა ვიცი 1000-ჯერ მოусმინეთ კარმასთან დაკავშირებით, რაც გითხარით, გაითვალისწინეთ ეს და ის იქნება ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მძიმე ლოდის ჩაჭრა და მოგლეჯვა თქვენი ცხოვრებიდან და წარმატების დასაწყისი. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს, მიზნების მიღწევას ნამდვილად. ხედავთ, რომ მოინდობეთ გააკეთებთ ამას, გექნებათ ამას და გისურვებთ კიდე იმ ნანგრევებიდან, რაც ჩამოგენგრათ, ულამაზესი სასახლე აგეშენებინოთ თქვენი შესაფერისი და სადარი. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, მე ვიყავი ნათია შაი, ხოლო ვისაც სურს ჩემთან ბედის მატრიცის შედგენა, შეგიძლიათ დამეკავშირდეთ ნომერზე, რომელიც აქტიურია ვიბერზეც და WhatsApp-ზეც, ეს არის 591233507, ან მომწეროთ Facebook გვერდზე რეიქი მკურნალი. დროებით.